ორშაბათს ილია თოფურიამ ყავდა შოუში და მინდა რამოდენიმე კლიპი ჩავთო, რომ მივიღო შენი პასუხი იმ რაღაცეებზე, რაც მან შენზე თქვა. ბევრ ადამიანზე ვკითხებ და ისეთი შეგრძნება დამსჯა, რომ შენზე საუბრისას უფრო აზარტული და ემოციური იყო. ვიდრე პედიზე, კონორზე ან თუნდაც ისლამზე. შენი აზრით რატომ? მითხარი რატომ? იმიტომ რომ შურს. გრძნობ რომ შურს. უნდა იმის თქვა თითქოს მე არაფერი ვარ. მასთან ბრძოლა რომ შემომთავაზო, ის არ დათანხმდება. რადგან უნდა ყველას დააჯეროს ამ სამყაროში, რომ მე მის დონეზეა. ის ამბობდა, რომ ოლივეირა კარგი მებრძოლია, კეიჯი კარგი მებრძოლია, მაქს ჰოლოვეი კარგი მებრძოლია, მაგრამ ჩემზე არაფერი უთქვამს. ეს როგორ შეიძლება? ეს უბრალოდ ხმრობაა. კარგი, აი პირველი კლიპიც. აქ პირველად ვკითხე შენზე და იმისი პასუხიც. შენზე შთაბეჭდილება თუ მოახდინა იმან, რომ ის ახლა უფრო დიდი ვარსკვლავია, ეს რომ ბრძოლას კიდევ უფრო მასშტაბურს ხდის. გაოცებული ვარ იმით, თუ რამდენად დებილია. რატომ? იმიტომ რომ ჩამორჩენილია. არ ვიცი, ბავშვს ჰყავს, ნამდვილი ბავშვია. მისი მენტალიტეტი საოცრად გამოშკერებულია. ყველაფერი, რასაც მასზე ინტერნეტში ვხედავ, სამარცხვენია. ვინ ჩემი ფეხებია არმანი? ვის სადავდე? მე არ მაინტერესებს, მაგრამ ის არ მომწონს, როცა მდიდრობას თამაშობენ და მთლიანად ფულს აჩვენებენ ხოლმე. ძმაო, დიდი რისკია ხარ. ისეთი ღარიბი ხარ, რომ ერთადერთი რაც გაქვს ფულია და იმასაც მამა შენის ფულს ხარჯავ და არა შენსაც. ერთი წეული ბავშვია. არმან, როგორია შენი პასუხი ამაზე? იმ კულტურაში, საიდანაც მე ვარ, თუ ვინმეზე რამეს ამბობ, უნდა ახსნა კიდეც. რატომ ამბობ? შენ კითხე რატომო? და მან არ იცოდა პასუხი. რატომ ვარ დებილი ან ჩამორჩენილი? They're jealous of us. They're jealous of us, Armin. Yeah. Who's that, Nina? Yeah. Yes. Okay. როცა რამეს ამბობ, პასუხიც უნდა ჰქონდეს. შენ კითხე რატომ და მან თქვა არ ვიციო. ასე რომ ის ასულელი და არა მე, რადგან ისიც კი არ იცის, რატომ ვარ ჩამორჩენილი ან გამოშერებული. მე კიდევ ბევრი ვკითხე შენზე, რადგან მისი პასუხი ბევრი სკმელი იყო. აი კიდევ ერთი კლიპი, რომელზეც შენი პასუხი მაინტერესებს. ის ჩემ დონეზე არ არის. ჩვენი გზები თუ გადაიკვეთება, პირველივე რაუნდში ყმას მოვტეხა. რას იზამს? პარტიაში გადამიყვანს? ძმაო, გეხვეწები. შენი საქმე აკეთე. იარე მაქვს ჭიდაობის ტურნირებზე. აკეთე შენი სტრიმები და როცა მომენტი დადგება, უბრალოდ დასმოდი, რომ გამოცხადდები. დანარჩენს მე მივხელავ. პატარა დედოფალა. What do you think of that? რას ფიქრობ ამაზე, არმან? წარმატებები მას, ნახავთ, როცა ბრძოლა შედგება. ნახავთ, როგორ ვერ გადავიყვან პარტიაში. ნებისმიერის გადაყვანა შემიძლია. რაც შეეხება იმას, რომ ყბას მოვტეხავო, რაც უნდა ის უქმნია, უბრალოდ დათანხმდეს ბრძოლას. რატომ მემალები? თუ ასეთი თავდაჯერებული ხარ, რომ პირველსავე რაუნდში ასე ადვილად მომიგებ, უბრალოდ მოაწერე ხელი კონტრაქტს ამ ბრძოლის შემდეგ. ნუ ახლა ზედაწონაში დასჭი აქვს და მომიგე. რადგან თუ მე ადვილი ბრძოლა ვარ, რატომ გინდა ზედაწონაში ასვლა? უნდა ვთქვა, რომ მის მიმართ დიდ პატივისცემას ვგრძნობ. შენს მიმართაც დიდ პატივისცემას და აღაბრძოლვანებას გამოვხატავ. ახლა ეს ბრძოლა უფრო მეტად მინდა ვიხილო, ვიდრე ნებისმიერი სხვა ბრძოლა UFC-ში. მისმა რეაქციამ ამ ბრძოლის სურვილი უფრო გამიმძაფრა, ვიდრე მასსა და ისრამს, ან მასსა და პედის შორის ბრძოლისა. ჩემი აზრით, ეს ყველაზე დიდი ბრძოლა UFC-ში ამჟამად. დიახ, რადგან მას ვძულ ვარ, რადგან სულ მასზე ვიცინი ინტერნეტში. ყველა მასზე იცინის. შენი ინტერვიუს შემდეგ ყველა ამბობს, თუ რამდენად სულებია. ასე ფიქრობ, რატომ დაგვრჩა ასეთი შთაბეჭდილება? უბრალოდ გადავდივარ პოსტერზე, სადაც ამ ინტერვიუს ფრაგმენტები დევს და ვკითხულობ, რას წერს ხალხი მასზე. ზოგი ამბობს, რომ ის სუპერვარსკვლავად ჩამოყალიბდა, რომ რასაც ამბობს, იმას აკეთებს, რომ დიდი სპონსორები ჰყავს. მე მის მიმართ დიდ მხარდაჭერას ვხედავ.
დიახ, მას თავისი ფანების ბაზა აქვს. ის ისე იქცევა თითქოს ხელშეუხებელია და სუპერვარსკვლავია. მაგრამ ასე არ არის და მე მას დედამიწაზე დავაბრუნებ. Do you think if he შენი beats აზრით, თუ ის 14 ივნისს ჯასტინ გეიჯის დაამასებ, დათანხმდება do you შენთან think he will ბრძოლას? accept the fight against you? არა, ის ზედა ზონაშიავა. Really? Is that what you know or what you მართლა, feel? ეს იცი, თუ ასე გრძნობ, ასე ვგრძნობ. What do you think the UFC wants? შენი აზრით, რა სულს UFC-ს? ალბათ UFC-საც მისი ზედა ზონა შეასვლა სულს. Why? რატომ? For the big fight versus დიდი ბრძოლის გამო ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ. versus Islam Makhachev. You don't think შენ they არ think your ფიქრობ, რომ fight is თქვენი as big? ბრძოლა ასეთივე მასშტაბურია? I mean, it's good for Top-ფურიას legacy მემკვიდრეობისთვის if კარგია, he- თუ ისლამს he მოუღებს, gets- რადგან 3 he ქამარი gets ექნება. 3 belts. მაგრამ ვფიქრობ, ჩემი ბრძოლა მის წინააღმდეგ I think გიგანტური your fight იქნება. against him will be ტრეშტოკის და gigantic. ყველაფრის გათვალისწინები. ისლამთან Yeah, but ბრძოლაზე trash გაცილებით talk, დიდი everything იქნება, is gonna 100%. be way bigger than Islam fight, 100%. Yes. So what do you ანუ think? You როგორ think- ვფიქრობ, you როცა think ქამაზე when you იჩუქებ, fight ეს for the belt, ვოკანტური it'll be a ტიტული vacant იქნება. title? 99.9%-ით კი. 99.9%. Come on, this კარგი რა, upsets me. მე ეს მაწუხებს. Yeah, but დიახ, even მაგრამ მათ he თვითონაც told you გითხრა, რომ ზედა that he წონაში wants to ასვლა move სულს. up. Yeah. Yeah, so Could you imagine you versus him at მართალია, Madison Square Garden in წარმოგიდგენია, შენ და November? ის ნოემბერში მედისონ სკვერ Yeah. გარდენზე. it's gonna be huge. ეს იქნება უზარმაზარი რამ, It's gonna ძალიან be huge, აღელვებული yeah. ვარ ჩემი შემდეგი And, ბრძოლის გამო. I'm so excited for my თუ ის next ზედა fight. წონაში ავა, არ აუშავს, ავიდეს, ისლამი მას წემს. If he's gonna move up, it's okay. He's gonna move up, and Islam gonna kick his ass, and he's gonna მე ისევ come down ჩამოვადაბლა and და მე kick his მივცე ass, მას. and the UFC, შემდეგ კი UFC მას just უბრალოდ გაუშვებს. release him. No, they're not going to release him. არა, მას არ გაუშვებენ. რატომაც არა, თუ Why ჩვენ not ორივე if ვცემთ, if we gonna kick his ass? შენი აზრით ის Do ამის you think no წინააღმდეგ chance შანსი against არ აქვს? Islam? Him? No, zero. ნული. I think he said he wanted to submit him. მან თქვა, რომ მისი დასაბუთება სურს. Submit Islam. ისლამის დასაბუთება? ისლამის Yeah, ნოკაუტში no ჩაგდების doubt უფრო მეტი Islam შანსი is, აქვს, ვიდრე is way დასაბუთების. more he has more chance than submit Islam. ფიქრობ, I ხავიბის think კივე Khabib cannot დაასაბუთებს even ისლამს. submit Islam. To his credit, he did say მის when asked სასარგებლოდ him უნდა when ითქვას, they were როცა talking წონაში about him ასვლაზე moving up, ვკითხე, that he მან wasn't თქვა, gonna რომ vacate ქამრის the title. დათმობას არ And so აპირებს. it sounds like he doesn't ისე want to ჟღერს do that. თითქოს ამის გაკეთება არ უნდა. We'll see. ნახავთ მისი ბრძოლის შემდეგ. იქნებ მე ვეჭუბო Maybe მას I'll ვინ fight იცის. him, who knows, maybe იქნებ just ჯასტინ his გეიჯიმ his ტრამვა dad მიიღოს, მე will just ჩავანაცვლო, win and kick ცემო და his მთელი ass. მისი And გეგმები we're ჩავშალო. I'm gonna ruin his all plans. You mean June 14th? 14 ივნისს გულისხმობ? Yeah. Could you დიახ, imagine? არასოდეს იცი რა Never მოხდება. know what happened. ვიცი რომ I ახლო know. ვარ, მაგრამ We're ბრძოლამდე getting ჯერ close, კიდევ but 2 we're თვეა still 2 დარჩენილი. months away, essentially. Yeah, so we'll დიახ, see. დიახ, ნახავთ, I'm doing ნახავთ. what I'm doing. მე ჩემს საქმეს I do my ვაკეთებ, ჩემი streams, სტრიმები, my ჩემი ჭიდაობა, wrestlings, და როცა დრო and მოვა, ყველას ვუჩვენებ რა and დონის then ვარ. when times come, I'll show everybody what's my level. And უბრალოდ მოთმინება არ მაქვს, რომ ყველას დავანახო, რომ and ის ჩემს წინააღმდეგ I არაფერია. just can't wait, to show everybody that he's nothing against me. Do you have a რაიმე ბოლოვა deadline? და გაქვს, მაგალითად თუ ბრძოლამდე 1 ან 2 I'm not კვირა gonna accept იქნება this დარჩენილი. if it's like a დათანხმდები week out or ჩანაცვლებას. 2 weeks out. Once როდის some იტყვივა time 14 ივნისის passes, ბრძოლის you're out. ეგრეთ For the წოდებული June 14th სათადარიგო one, as the ვარიანტობაზე. quote-unquote backup option. Before 1 week, I'll be ერთი ready. კვირით ადრეც კი Wow. მდადვიქნები. But you're not gonna ვაუ, travel there. მაგრამ იქ ხომ არ ჩავკრინდები? I'm gonna ჩავკრინდები. travel there. Oh, you are? მართლა, Yeah. წონასაც Are you gonna ჩააბარებ? weigh in? არა, No, წონის I don't ჩაბარება wanna არ მინდა, მაგრამ იქ ვიქნები But you'll ყოველ be there, just in შემთხვევაში. case. ვინ იცის, ვინ Yeah, იცის, just in სად case უნდა I'll ვიყო. be there. ფორმაში ვიქნები, დიეტას დავიცავ და დიახ, სად ვიქნები? So, maybe yeah, I gotta be ready, and I'll be in shape, and I'm gonna cut my weight. I mean, not my weight. I'll be on the diet, and ეს დიდი be ბრძოლა, ready დიდი just in case. შესაძლებლობა ჩემთვის. არასოდეს It's a იცი big რა fight, მოხდება. big opportunity for me. Never know what happened. Do you think that that's your best bet of შენი getting აზრით, him? მასთან A შეხვედის situation საუკეთესო like that შანსი where the სწორედ opponent ასეთი falls out? სიტუაცია, როცა მეტოქი ბრძოლას No, I think გამოირჩება. I'm gonna get him soon. არა მგონია რომ მას მალე If შეხვდები. he's თუ not ზედა gonna move წონაში up, არა he's ვარ, gonna მოუწევ fight ჩემთან with me. ჭუბი. So they're not gonna put against Charles again. ჩარლზ ოლივეირას They're not აღარ gonna put აჩუბებენ მის წინააღმდეგ. ას სხვას. who else? Benoit Saint-Denis მე შემდეგი ვარ on the ტიტულზე. next for the title. One other clip, one last clip I wanted to play for you. I კიდევ asked ერთი him about the კლიპი, ბოლო interaction კლიპი that you მინდა guys ჩაგითო. had კითხე იმ in Las შეხვედრაზე, Vegas. რომელიც ლას He ვეგასში tweeted the გქონდა. video.
მან ეს ვიდეო დატვიტა, აი მისი ვერსია იმის შესახებ, რა თქვენ შორის მოხდა. Twitter-ზე რაღაცებს პოსტავს ხოლმე, მაგალითად, შემდეგზე რომ გნახავ ამას და იმას გიზამო. იცით როგორ თამაშობენ? ყველა განგსტერია. ყველა განგსტერია, მაგრამ მოსაგზები გადაგვეკეთება იწყებენ, ოჰ, როგორ ხარ? ყველაფერი კარგადაა? იღმებიან და თავმდაბლები ხდებიან. Twitter-ზე კი ყველა განგსტერია. მოდი ქუჩაში გავაკვიროთ და მსგავსი რაღაცეები. ძმაო, მე პროფესიონალი ათლეტი ვარ, ქუჩის მებრძოლი და განგსტერი არ ვარ. ასე რომ შენ გონია ეს ყველაფერი მხოლოდ საჩვენებლადაა? არ ვიცი საჩვენებლადაა თუ არა. გონია რომ ეს იმიტომ ხდება, რომ საოცრად გამოშტერებულები არიან. ის ამბობს, სიტყვა Twitter-ზე ვწერდი, რომ რაღაცას უზამდი. ეს ოლივერას ან ბრძოლამდე იყო, მას შემდეგ არაფერი დამიპოსტავ იმაზე, რომ რამეს დავმართებდი. კიდევ ამბობს, რომ როცა შევხვდით, სილა გამაწნა, მაგრამ ეს არასდროს მოხდა რა. ის უბრალოდ იტყუება. იტყუება და ამბობს, რომ Twitter-ზე განგსტერობას ვთამაშობ. მე განგსტერი არ ვარ, მე კაცი ვარ. ის კი არა, ის უკანას იპასავს ხელებს და ფეხებს. მე ყოველ შემთხვევაში კაცი ვარ და ასეთ რაღაცებს არ ვაკეთებ. საიდან იცი რომ მაგას აკეთებს? მის ვიდეოებს თუ ნახავ, ფეხებზე ბეწვები არ აქვს. შენი აზრით უკანონზე ექნება? არ ვიცი სიმართლე გითხრა, ამაზე არასდროს მიფიქრია. მაიამის ნაცვლად საქართველოში უნდა წავიდეს. მაიამიში ცუდი გამოცდილება ჰქონდა. საქართველოში უნდა წავიდეს, იქ დასჭა და ნამდვილ კაცებთან იტრიალოს. საქართველოში სხვა დონის კაცები არიან. ეს ხომ არ არის ნაწილი მიზეზისა, რის გამოც მერაბთან უთანხმოება გაქვს ილიასთან მისი მეგობრობის გამო? არა, მერაბთან კარგად ვარ. მერაბი არ იპასავს უკან აქვს, ყოველ შემთხვევაში არ ვიცი. არა, მას ხელებზე და ფეხებზე ბეწვები აქვს. იქ საიდანაც ჩვენ ვართ, მაგით ხდები. ასე ხდებით, ვინც ხელებს და მკერდს იპასავს? დიახ, იქ საიდანაც ჩვენ ვართ, ეგრეა. მხოლოდ სომხებმა და ქართველებმა იციან ეს. ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა შედგეს. მაგას გოგო ერთ უტყუებთ, იცი? ჩვენ არ მგონია ბევრი გოგო აკეთებდეს ამას. არა, გოგოებისთვის ეგ კარგია, მაგრამ კაცებისთვის არ ვიცი. ეს უნდა მოხდეს. ბოლოს ოდის ნახე. მაშინ იმ ოთახში, როცა სილა გამაწნა რა. რატომ არ თქვა რომ მართლა გამაწნა სილა? რატომ არ გკითხე ეგ? მე იმ შეხვედრაზე, თვითსა და ვიდეოზე ვკითხე. რატომ არ გითხრა რომ სილა გამაწნა? არ ვიცი. ოჰ, მეთო ჩემო, დიახ. მან ნამდვილად უნდა დატოვოს მაიამი და საქართველოში იცხოვროს.